უკვე 30 დღეა, რაც პარლამენტის წინ მოქალაქეებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ბუნებრივი არის, შესუსტებულია, თუმცა თავს მხნედ გრძნობენ და აცხადებენ, რომ არ აპირებენ შიმშილობა შეწყვიტონ და ამ პროტესტის ფორმას იქამდე გააგრძელებენ, ვიდრე ჯანმრთელობის მდგომარეობა მისცემს ამის საშუალებას. პარლამენტის წინ რამდენიმე კარავი არის გაშლილი, სადაც მოშიმშილეები ღამეს ათენებენ და არის კიდევ ერთი კარავი, სამედიცინო დანიშნულების კარავი, სადაც მედიკოსები დრო-და-დრო მოდიან და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას თვალყურს ადევნებენ. დღეს პარლამენტში ირაკლი კობახიძეს ელოდებიან და მოშიმშილეებს მათ შორის ვკითხეთ, რა აქვთ სათქმელი ირაკლი კობახიძისთვის. მათ მოშიმშილეები აცხადებენ, რომ ქართულ ოცნებასთან საუბარს საერთოდ აზრი არ აქვს, ისინი არიან არალეგიტიმური ხელისუფლება და იბრძოლებენ იქამდე, ვიდრე ქართული ოცნების ხელისუფლება არ შეიცვლება. შიმშილობა, განაპირობა არა იმდენად კობახიძის განცხადება ერთი წლის წინ და 78 მოხლის იგნორება, არამედ პოლიტიკურმა მეთოდებმა, რომელიც ამასთან უძღოდა. მისი განცხადება არაკონსტიტუციური იყო და ერთი წლის მანძილზე კონსტიტუციური წესრიგება ქვეყანაში დარღვეულია, მაგრამ ამას შიმშილობით ნამდვილად არ უპასუხებდი, რო არა ტერორი, პოლიტიკური პატიმრები და ქვეყნის იზოლაცია. მოდის 28 ნოემბერი და ხალხის პასუხი კობახიძის და მთლიანად დე-ფაქტო ხელისუფლების განცხადებებზეც და საქციელზეც უნდა იყოს ძალიან მკვეთრი. კობახიძეს რაც არ უნდა ელაპარაკო, ეს არის წყლის ნაკვა. ახლა ბოლსკის და იმას მიმართავ ქადაგიძე რო ამბობს, რომ ჩვენ ახლა ქადაგიშვილი რომ უნდა შევწყვიტოთ შიმშილობა და არაფერი არ გამოგვივა. ისინი კანონიერ ხელისუფლებას ებრძოდნენ. და დაამხეს კანონიერი ეროვნული ხელისუფლება და ჩვენ უკანონო ხელისუფლებას რო ვებრძოლოთ, რომელსაც არავინ არ ცნობს და ლეგიტიმაცია არ აქვს, ამის უფლება არ აქვს, რომელიც ყოველდღე ანგრევს ამ ქვეყანას. რა უნდა ელაპარაკო ახლა პრემიერ-მინისტრს, ეგრეთ წოდებულ პრემიერ-მინისტრს, რომელსაც მთელი მსოფლიო არ ცნობს, ესენი არიან ჯალათები, ესენი არიან მოღალატეები ამ ქვეყნის და ჩვენ არ ვაპირებთ ამ ქვეყნის დათმობას. გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრები და სინდისის პატიმრები და ქვეყანაში ჩაინიშნოს ახალი სამართლიანი არჩევნები. ამ მოთხოვნით უკვე 30 დღეა, რაც პარლამენტის წინ გედევან ფოფხაძე და მისი თანამოაზრეები შიმშილობენ და მიმდინარე კვირაში პარასკევს კერძოდ მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი უნდა იყოს ქუჩაში, ვინაიდან სწორედ 28 ნოემბერი არის ის დღე, როდესაც ქვეყანა უწყვეტ პროტესტში ჩაერთო.